ხოდა ამასობაში ჩვენ და მანდარინები ისე ვაქვართ. დავბრუნდით ამასობაში. მე აქ სტაფილოს ვჭრიდი. მოკეთ რა გვაქვს მეორე ბლოკში. ეხლა რა გვაქვს ჩვენ? კუნჯუტი გვაქვს კი. აჩქომ დაინახა და იცის რომ კუნჯუტი გვაქვს. კუნჯუტის მარცვლებით კერძი. სადილია ოღო. მაგრამ ეს არის სადილი. ეხლა მე რატო გადაწყვიტე ამ კერძის მომზადება დღეს? ამ ახალი წლების მერე მართლა უკვე ამაზე ლაპარაკითაც დავიღალეთ რომ ახალმა წლებმა დავღალა, მაგრამ რეალურად მე მგონი ყველა დაღალა. ჭამასმამ ყველა დაღალა. ისი რო გენახე მე და გოჭი რა დღეში ვიყავით. ვინ დაღალა? რა უსამართლობაა, 2 კილო. მე პირადად დამღალა და მე პირადად დღეიდან ვარ დიეტაზე. ცილის დიეტაზე ხო არა? ცილის დიეტაზე. ამ დიეტას ძალიან ბევრი სახელი ქონდა, უგულავას დიეტას ეძახდნენ, მახსოვს, კრემლის რაღაც აღარ ეძახდნენ. ეს არის ცილის კრემლი დიეტა. გოგო, რა კრემლი? ხო, კრემლის დიეტას არ მინდა ეძახდნენ. ამანება თავი, არანაირი კრემლი. არანაირი კრემლი გეთანხმები, არც მე არ მინდა. ატკინსის დიეტას ეძახიან კიდევ სოფლიოში. მოკლედ ცილის დიეტა. ეხლა რაში გამოიხატება ეს ცილის დიეტა, ესე ცოტა რომ გავშალოთ. ხო, რა ყველამ რო გავიგოთ, არ ვიცი მე ცილის დიეტა. რას აქვს ცილა? ცილა აქვს ხორცს, თევზს, ქათამს, კვერცხს. პარკოსნებს აქვს, მაგრამ პარკოსნებს აქვს ნახშირწყლებიც. ნახშირწყლები და აუცილებლად უნდა მივიღოთ, ორგანიზმისთვის აუცილებელია. სხვა შემთხვევაში ენერგია არ გვექნება ფიზიკურად ვეღარ ვიმოძრავებთ თუ ნახშირწყლები არ მივიღეთ, მაგრამ არსებობს კარგი ნახშირწყლები, რომელიც არის იგივე პარკოსნებში, არსებობს ცუდი ნახშირწყლები იგივე ხაჭაპურში. ანუ ბევრს არაფერს არ გაძლევს, ის არის ცარიელი ნახშირწყალი. ამიტომ თუ ისე ვიზავთ, რომ ცილა და კარგი ნახშირწყლები მივიღოთ, ხალხს უკეთესი და ესე ვიცხოვრებთ ზოგადად, მაგრამ არ გამოგდის ხოლმე. მე მოდი დიეტას დავუბრუნდები და მინდა ყველას ურჩიო, ვინც ცოტა დააგროვა კალორიები და კილოები ამ ახალ წლებზე. დაიწყოს დიეტა, ხო. დაიწყოს დიეტა ცოტა ეფექტური და ცოტა მკაცრი დიეტა დაიწყოს ცილის. აი ვიწყებ ცილის. რატომ მკაცრი? მკაცრი არის ერთი შეხედვით არის მკაცრი, იმიტომ რომ ცოტა ხანი რომ მოწყდები ამ ხაჭაპურს და პურს და ცომს, თითქოს ორგანიზმი არის სტრესში, რაღაცა გინდა სულ ქშია. სულ 3 დღე გჭირდებათ იმისთვის, რომ ეს სტრესი შიმშილის გზნობა განდევნოთ და მერწმუნეთ ერთ კვირაში ერთ ცალ ხაჭაპურს, ერთ ნაჭერ ხაჭაპურზეც კი სიმძიმის გზნობა გექნებათ. ხაჭაპურის წინააღმდეგი არა ვარ ეხა, უბრალოდ ხაჭაპური არის ან ისეთი. არა, მე ხაჭაპურის დამცველი ვარ თან ისეთი. ხო, შენ დაიცავი, ჯერ შეგიძლია დაიცვა. მაგრამ ასაკი მერე 35-ის ვარ და ასაკი მე 60 წლის რო ვიქნები თუ გავსუხდი არა უშავს ვიქნები ბუთქუჩა საყვარელი ბაბუა და მოდი დაუბრუნდები არამრიო ხა მე შენ ძლივს დავაგე არა კუნჯუტი მელოდება იქ ცილის დიეტა პირველი კვირა გირჩევთ ყველას ვისაც გინდა და ყველას გვინდა დიეტას რო ვიწყებთ შედეგი ვნახოთ არ გვინდა ხოლმე რომ 1 კილო 1 თვეში 2 თვეში 2 კილო ვერ იცავს ამ დიეტას ბევრი თუმცა ეს ჯანსაღი იკლება ერთი კვირა გირჩევთ, გააკეთოთ მკაცრი ცილის დიეტა. მხოლოდ ხორცი, თევზი, ქათამი და ბოსტნეული. ამოვიღოთ პარკოსნებიც, ამოვიღოთ ცომეული ყველანაირი, რა თქმა უნდა, ბრინჯი, მაკარონი, წიწიბურა, არანაირი დიეტური წიწიბურაში არ არის, ძალიან ბევრი ნახშირწყალია. ეს ყველაფერი ამოვიღოთ და მივირთვათ განუზომელი რაოდენობით ხორცი, თევზი, ქათმის ხორცი და ბოსტნეული. ოღონდ გაჩი ასევე როგორ მომამზადებთ, ხო? რძის პროდუქტით შეგვიძლია, ყველი შეგვიძლია. გაჩი როგორ მომამზადებთ, მაგრამ როგორც არ უნდა მომამზადო. ბოდიში ხორცი საქონელი? ხორცი საქონლის ხორცს გულისხმობ, ხო, ქათმის ხორცსაც გულისხმობ ხორცში. ინდაურისაც. მწყერი იქნება თუ ინდაური თუ რაც ფრინველი ნებისმიერი. ღორის ხორცი მოვერიდოთ, იმიტომ რომ კალორიულია და არაფერი. და საერთოდ ჯობია რომ თვეში 1-2 ჯერ გავხდეთ. თევზი. შეგვიძლია ყველი მივირთვათ, დიდი რაოდენობით. ყველი შეგვიძლია. ჰოლანდიური არა, იმიტომ რომ ძალიან ცხიმიანია. ჰოლანდიური შეგვიძლია. ამ შემთხვევაში ჰოლანდიური შეგვიძლია. მაგრამ ხანი გახარო ადგილი დაკარგეთ. კალორიულია. მე ვერ ვაკი, მაგრამ კომბინაციაში, კომბინაცია მე ჩემ თავზეც გამოცდილი მაქვს. მართლა საოცარი ეფექტი გაქვს ერთ კვირაში. საოცარს ას გულისხმობ, უცებ, დაყრი 4-5 კილო. არ გადამრიო. ასეთი გემრიელი ხორცი, თევზი, ინდაური, ქათამი, ყველი მივატანო. ერთ კვირაში დააგდებ იმ ზედმეტ წონას, რაც გაქვს. აჰა.
და მე თუ ეს ზედმეტი შეგვიძლია წონა არ არის გამოწვეული გარკვეული სხვა დარღვევებით. ნუ რა ისე თქმა ვთქვათ, თუ უნდა. რაღაცა იქ არის ენდოკრინული პრობლემა და ასე და ასე შემდეგ. ამბობ როცა ახალ წელს მოიმატებს ზედმეტ კილოს. ეხლა ერთი კითხვა მაქვს, ძეხველობა სოსისი რაღაცა შედის ამ ყველაფერში? ნუ ძეხოლობის ჭამა საერთოდ არ არის რეკომენდირებული და შეგვიძლია დიდი რაოდენობით დავაყოლოთ. დიდი რაოდენობით შეგვიძლია ვჭამოთ კი ძეხოლი შეგვიძლია მივირთვათ. მოდი მაინც არ დავწერ, იმიტომ რა ხან შენი ვის არის? ხო, ნუ არა, ნუ დიდი ძეხოლი რაოდენობით ახლა. არა, შეგვიძლია ძეხოლი, შეგვიძლია დაწერე. მოკლედ, ხორცი, ფრინველი, თევზი, ბოსტნეული. ერთი კვირა გააკეთეთ ეს დიეტა, ეხლა მე დღეიდან ვიწყებ და პარასკევს შედეგებს მოგახსენებ. ხილი შეიძლება? ხილზე მინდა და მე თქვა და კარგია რომ გამახსენე, მოვერიდოთ ისეთ ხილს, როგორიც არის თქვა ბანანი, ვაშლი, დიდი რაოდენობით არის ნახშირწყალი ამ ხილში, შეგვიძლია ვჭამოთ მანდარინი, ფორთოხალი. მაგრამ გამოსაზღვრელი რაოდენობით არა. რო თხილეული შეიძლება და თხილეული შეიძლება. კი, ოღონდ ერთი მუჭა თხილეული არაო, თხილეულიო. თხილეული არაო. ერთი მუჭა, თხილი, მეტი არა. აი ერთი მუჭა იქნება რომ მოხდება ზემოდან. კაკალი კი ყველანაირი თხილეული. ძალიან მნიშვნელოვანია საერთოდ რომ ჭამოთ. თხილი, ეს ბევრნაირი თხილი ნუში. ხოლმე ერთ მუჭას უნდა შეადგენდეს. ხოლმე ნუ ერთი ცოტა რა, ბევრი არ შეიძლება. ხილიც ხო, აი ისე უნდა ვჭამოთ. ჯობია საერთოდ არ ვჭამოთ, მაგრამ ნახ მანდარინზე უარს მივიტყვით და ბანანი გამორიცხულია. ასევე ბევრი არის ნახშირწყალი და კალორია პომიდორშიც და მაგასაც მოვერიდოთ, მაგრამ თუ რაღაცა მართალი თქვი სხვა დარღვევას არ აქვს ადგილი, შეგვიძლია მივირთვათ ნებისმიერი სახის ბოსტნეული და ხორცი. თუ ჩვენი უფროსი ამ დიეტაზე იყო სასწაული ჭირტანზე და ჩვენი უფროსი ძალიან გამხდარია. ძალიან გამხდარია ძალიან უხდება. და ძალიან ამჩატებული. სიხარულისგან, იმიტომ რომ ისეთი დაგვირგვინება იყო 2014-ის რომ და კიდე თან მაყურებელს ვეთქვი რომ ჩვენ ტელევიზორში ცოტა უფრო დიდები ვჩანვართ კიდე ვიდრე ვარსები. ცოტა არა, ძალიან დიდები ვჩანვართ. აი მე მერიკო ეხა ნუ იმართებთ. ქათამი მიერთებითო, ქათამის ხორცი მიერთებითო. სტუდიის გარეთ ვიღაც 5 კილოთი მეტი მაქსიმუმ. არა, ისეთი მსუქანი. რო სახეს ცოტა ადიდებს რა და ესენი რო კაკანებენ ეგრეთ შენს გადიდებს, გაჩერდი კაცო. გამადიდოს, ბაია, ლაივში ხო ვარ? ლაივშიც ხო ვარ ხო? ჩემთვის კარგია. შენთვის კარგია. შენ ჩახარ ზომიერ. მე გეტყვი, ჩვენ ჩანვართ ადამიანები ეკრანზე. ჩვენ ისე არა ადამიანები. ძალიან უგემრიელესები ხართ თქვენ და რო გავდივარ ხოლმე ხალხი მეუბნება რა გჭირს და კაცო იქ როგორი ჩანხარო რამ გაგახტუნე ესე და რატო არ ვარ გიჟდები ჩემ წონაზე არანაირი დისკომფორტი არ მაქვს ვარ 1.91 და 63 კილო. ზვალი მაგწვილი. მე 50 კილოს უკაკუნებ ძლივს. სიცხანდა ხა ვერა. მე არ ვაპირებ რომ თქვა რამდენ კილო. მე ვიტყვი მაგრამ არასდროს მოვახსენებ დღეს არა. არ დამიჯერა. შემდეგ არასდროს, იმიტომ დღეიდან ვიწყებ მე ამ დიეტას. ხო, აბა ხალხს ვაჩვენო და მე არ გავხდე, არ გამოვა ესე. კაი, აგერ მე და აგერ შენ გიждები ამ გამოთქმაზე. აგერ მე და აგერ შენ მერიკო გუბელაძე. ალკოჰოლური სასმელი არაფრით არ შეიძლება, არც ერთი ჭიქა, ლუდი ღვინო. აი მან ძალიან გამეცინა. შენ ასეუბნები, მაგრამ ძალიან გამეცინა მან მერიკო. არ შეიძლება. აუტოტრენინგს უწყობს არ თავის. შეიძლება არავითარ შემთხვევაში ის გაზიანი სასმელები ისედაც ხო არ შეიძლება, მაგრამ თუ დიეტაზე ვართ, არაფრით არ შეიძლება გაზიანი სასმელი. ბარემ ჩაგიკითხები სანამ ალკოჰოლთან ვართ მერიკო. ბარემ ჩაგიკითხები რა. წვენები არ შეიძლება. ალკოჰოლი და რომელი უფრო ასუქებს? მე როგორც ვიცი, ლუდი, იმიტომ რომ აფუებს. ლუდი ძალიან ასუქებს, ღვინო ძალიან კალორიულია, ნაკლებ კალორიულია არაყი, თუ არ ვცდები და ვისკი, არ ვიცი ზუსტად. აი ლუდი და ღვინო ვიცი რომ ასუქებს და თან რაც თავარია. შეიძლება თვითონ სასმელმა არ გაგასუქოს ისე, მაგრამ ღვინოს რო დაელევ გამორიცხულია, მადა არ გაგეხსნას და არ ჭამო. როცა ღვინოს თუ არ დაელევ, შეიძლება საერთოდ არ ჭამო, ხო? ჩემი გამოცდილებით ეგრეა. მადის აღმზრელია წითელი ღვინოს და თეთრი ღვინოც. ხო და ქვენჯოც ვინა. მაგიტომ მოკადგან ერთხელ ახლა ღვინის ხსენებაზე. არა, ჩვენ ღვინო გვაქვს, კობა მოგვიტანა, დიდი მადლობა, მაგრამ მადლობ, ძალიან გემრიელია კობა. და ბოლო ბოთლი ყოფილა იმ ცნობილი მოსავალი. კარგი, გასაგებია რომ აი ხშირად გამიგია რომ იციან ადამიანები რა უნდა ჭამოთ და რა, მაგრამ ისე ეზარებათ მომზადება და ისე ვერ ფიქრობენ რანაირად შეიძლება ეს გააკეთონ, რომ შენ მიაწოდე ახლა იდეა. ხო, ყველაფერს ჭირდება რაღაც მცდელობა. ეხლა თუ გინდა რაღაცა, მაშინ მცდელობაც უნდა გქონდეს, ხო, რომ გააკეთო, ხო, მინდა და არაფერს არ აკეთებ იმის. იცი რა არის მთავარი კიდე, მე უნდა ვთქვა, დიეტაში ყველაფერი თითქმის მე ხა არასოდეს არ დამიცია, მაგრამ ვინც ამბობს ხოლმე ყველაფერი არის ძალად ჭამენ, იმიტომ რომ ძალიან უგემური მარილი არ შეიძლება, შეკვანზვა არ შეიძლება, სუნელი არ შეიძლება.
ჯერჯერობით რაც დაჭერი, მე მგონი გემრიელი უნდა იყოს და როცა არა, ეს გემრიელი ძალიან გემრიელი იქნება შენ ეს კერძი. იმას გრძნობ, რომ დანაყრდი, იმიტომ რომ გემოს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და რომ აუცილებლად მართალი ხო გემრიელია, ხო, უმამი როცა არის, ესე იგი ყოფნის ის, თორე არ გზგემორე? უგემურად რო ჭამს უქშია თავისთავად. მართალი ხარ ბაიკო, მარილზე კარგი თქვი, მარილსაც უნდა მოვერიდოთ, თუმცა მე არ ვერიდები ხოლმე, ჩვეულებრივად მარილიანს მივირთმევ, როცა მერიკო, მოდი დროს უნდა დავკარგავ, თორე მე უკვე დავიწყოთ. ეს კერძი ერბოკორცე არ გვეყო, ხო? გინდა თქვა. საუბრში ხდება მე სადილი. აუცილებლად ლანჩი. სამხარი, ჯერ სამხარის ჯერ სამხარია. ეს კერძიც არის ძალიან ისეთი მარტივი, 15 წუთიანი კერძია სულ. აქვს ბევრი ბოსტნეული, ხორცი, ამ შემთხვევაში სუკი მაქვს აქ, იმიტომ რომ დრო არ იყო დამარინადების და უცებ იწვება და რბილია ხორცი და საბედნიეროთაც და საუბედუროთაც ეს მოსაპოვებელია და ძვირია. მხოლოდ ჩვენს ძროხაში, რაც ესე შეიძლება შეწვა. საბედნიეროდ, იმიტომ რომ ვიცით, რომ ჩვენი ძროხები დადიან და ჯანმრთელები არიან და ანტიბიოტიკებს არ კი, აი, აქ იღებენ. არიან ხოლმე ძალიან საუბედუროდ, ხშირად იმიტომ რომ ძალიან გინდა ცოტაა იყიდო, და ვერ ყიდულობ. ვერ ყიდულობ. ანუ თავისი მინუს პლუსი აქვს. და როცა არის ხოლმე ვცდილობ რომ ბევრი ვიყიდო და შევყინავ ხოლმე. ხო რა არაფერს ვაშავებ. არა, გაასუფთავებ, გაყინავ და შეგიძლია გამოიღო ხოლმე. დაჭრილი მაქვს ეს ხორცი შედარებით ხელნაჭრებად, ცოტა მარილი, პილპილი, ზეითუნის ზეთი. შეგვიძლია ეს დავამარინადოთ. იცი რა, ერთი რაღაცა მინდა ვთქვა ახლა. მაყურებელი გვიყურებს და სუკი რთულად საშოვნელია. ნუ მოკლედ ყოველს არ იყიდება, ფასზე რო არაფერი ვთქვათ. ამიტომ თუ შეიძლება რო ავიღო მე სხვა ნაჭერი რამე. აი ეს სხვა ნაჭერი და ვასტავაბასტურმო. დაამარინადე აუცილებლად რომ ცოტა დაგირბილდეს. всё, ესე იგი შველის ეს ამბავი რომ მე ცოტა სხვა ნაჭერი ვიყიდო, დაბალ ფასად, ან ტრიკოტი იქნება თუ რა. ასეთი გემრიელი და სუკის შემდეგ ყველაზე სამწუხაროდ, მაგრამ ჭალაღაძი შეგვიძლია ავიღოთ და დავამარინადოთ და ისიც ხო ნორმალურ თხათ ესეთი მაინც არც ერთი არ გამოგდის. გაჩვენებ მე იქეთ. ეს არის? ჰა? საჯდომი? საჯდომი არა. საჯდომის. ეს ქვედა. ეგ არის ბარკალი. აბა? შევიდე შიგნით? ცოტაზევით. ცოტა ზემოთ დუნდულა. მოკეთ, დავყარეთ. მოიცა, რაღაცა რას მაჭმევ ახლა? ეს არის სუკი. არ ითქვა, რა უნდა იყოს რასაც თუ არ ითქნება. ეს არის ანუ სუკი. ხერხემას რო ჩავაყოლებს ის არის? ხო, ჩაყევი ცოტა. ჩავყევი და მე კაი რა ვნახე რომ მე ეგ ადგილია? მაცადე ახლა, ეგ ადგილია კი. ეგ არის რა? გემრიელი კია და იძახე შენ ახლა. ჩალაღაძი არის ეგო? არ ვიცი მე. მერიკო, იმ დღეს დამავიწყდა მე თქვა და რომ მაღალ ცეცხლზე, რაც თავარია ცეცხლი, გვინდა მაღალი და უცებ. აი უცებ, რომ არ და რეზინასავით არ გახდეს ხორცი. ეს არის კიდე ერთი შეცდომა, რასაც ვუშვებ ხოლმე, როცა ყავს ნებისმიერ ხორცს სათამი, თევზი, საქონელი დიდი ხანი მწავს და მე რეზინასავით ხდება. მერიკო, ერთ შეკითხვა მაქვს. სოკო გადის ახლა ამ საქმეში თუ არა? სოკო გადის ამ საქმეში. თუ გინდა უკრათ ახლა სოკო, თუ გინდა არ უკრათ, მე აქ ბევრი ბოსტნეული მაქვს. მოიწვა უკვე, მოიწვა. არა, აცალი ცოტა. არა კი არა, როგორ არა. ბროკოლი, ჩემი მეგობარი. თქვენი საყვარელი. ისები. და კიდევ ერთი ტაფაზე არ უნდა დავდოთ ბევრი ეს ხორცი, თორე ჩაგვეხარშება. ისე უნდა დავდოთ, გადავანაწილოთ, რომ ადგილი გქონდეს ხორცს. ანუ ერთ ფენად რო იდოს. ერთ ფენად რო იდოს კი. ხო, მე პირველად ვხედავ, რომ ესეთი გრძნობ გემრიელი, თან დიეტურიც რო იყოს. არა, ეს ძალიან გემრიელია და მე ამ პრინციპით ვამზადებ ხოლმე, როცა თქვა ეს დიეტა მინდა გავაკეთო, ყველაფერს ხათამს, თევზს, აუცილებლად ბოსტნეულთან ერთად, უცებ ბოსტნეულს შევწავ, უცებ ხორცს და соуსის სხვადასხვანაირი შეგვიძლია გავაკეთოთ და გვაქვს უკვე ჯანსაღი, გემრიელი, ადვილად მოსამზადებელი კერძი. ასაც იცი რა მე მინდა ტემპი. ძალიან ჯეროდეს რომ ეს არის დიეტური. ეს ძალიან დიეტურია, ბაიჭო. ჯეროდეს ასნიშნავს, ეს ძალიან იცი რატო, იმიტომ რომ მე სულ ხედავ ხოლმე კონტეინერით, ჩემი მეგობრები მოაქვს და ესეთი დამანჭული სახით, უკმაყოფილო სახით მიირთმევენ რაღაცას. კი, ხან ბროკოლი არის, ხან სტაფილო არის, ხან მოხარშული კვერცხია, ხან რაღაცა. და ეს არის ძალიან ძიმე საყურებელი და წონაზეც დიდად ეფექტური არ არის და ესეთი გემრიელი რომელსაც არა, ეს ძალიან დიეტურია, ხარას ვაკეთებ. ეს არის სწორედ ის ცილის დიეტა, რაზეც მთელი მსოფლიო იჯდა ერთი პერიოდი, ეხლაც და ყველაზე ეფექტური საშუალება მართლა უცებ დაიკლო. და უცებ ნახო ეფექტი. მე მგონი ეს არის ერთ-ერთი კიდევ მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური მომენტი, როცა ხარ დიეტაზე და ვერ ხედავ შედეგს, ხო, რა თქმა უნდა. დიდი შანსია რომ გამოურიო იქ ნამსხვრევი და აღარ გააგრძელო დიეტა.
მაგრამ რო ხედავ შედეგს და მაგიტო ცოტა მკაცრად დავიცვათ თქო პირველი კვირა მაგას ვამბობ. მე უკვე შეგვიძლია ეს ლობიო რაღაცები შევურიოთ, თუმცა დიდი რაოდენობით არა. ნუ ესე იგი. მერიკო საქონლის ხორცი, ქამასოკო, ბროკოლის რასაც ხედავ, სტაფილო ბარემ დავწერო? ასიკო დიეტა ყოფილა შენი საჭმელი. სტაფილოს გინდა. აი მე ძალიან გემრიელი გვინოა კობა. მადლობა. თუმცა ეხლა წითელი უფრო მოგხვდებოდა რა? ეს ქვევრის არის თუ? არა. ხურერებსაც დარიო? ევროპულადო. აი ევროპულად რატო აყენებ ყობა შენ ღვინოს მითხარი რა. ევროპულად რას ნიშნავს? რის გარეშე? ჭაჭის გარეშე, მარტივ. ჭაჭის გარეშე. მაგას გულისხმობს მოგეთქვი. რა? აგძელებს. რაო? შემოდი და ისე გითხარი. დუღილს რო როგორ? მიდი მიკროფონიანი. უღილს რო ხსნიო. შედისო. მაშინ მოხსნი ჭაჭიდანო. დიახ. აი რო ჩახჩახებს მერე უნდა აჩიკო შენ დადექი კრანთან და ეს გამოვიდა. მოდი აბა ეს მოდი ერთი კუთხე. მოდი გეხვეწები ერთხელ ვცადოთ. მე ვერ ვიზავ, ეგეთი რამე არსებობს. აუ, მოდი ეხლა ვცადოთ. აჰა. გამეს რო არ გავაფუჭებ ზუსტად. ყოველ შემთხვევაში სტოპ კადრად მაინც გააჩერე. მასწავლებელი შევხერო. გინდა რა დასწავლო. მოკიდე რა აბა, მასხელი. მოკიდე ხელი. ზევით ქვევით. შენ გენაცოლე. გახსოვს ჩვენ ერთხელ სომელიე თუ შეფ ზარეული ყავდა იტალიელი, რომელიც რაიონოზე თუ ბაიკო, სადღაც სტუმარი მუშაობდა. მიიპატიჟე ეხლა. ჰა? სტუმარი მიიპატიჟე. მობრძანდი კობავ ჩვენო მთავარო გურმანო და დეგუსტატორო და შემფასებელო ძალიან მკაცრო. ძალიან გვეშინია ხოლმე შენი შეფასების მერიკოს განსაკუთრებით. ხო? როგორ მაინტერესებს კობა რა ხელა ჩანს ახლა ეკრანზე. არ არის ძალიან. კობა კრანში ხარ, შენ კობა. უნდა ყოველთვის აქ და მე დიეტა არ დამჭირდება. მართალ ჩემ ფონზე. ყოჩა ხაჩი გამოგდის. აჩი ყოჩა. აბა წამოვიდა. მანდა თანათე. აჩკო. მეორე პროფესია მაინც ხო იცი საჭიროა ადამიანს კონდეს. რაიცი რა შეგენაცალე მე. ხო, ყველაფერი ხდება ამ ცხოვრებაში. ой, ამ ყურში თუ სხვა რაღაცეები ისმის, მიეცი პირველი, მიეცი. პირველი, მიეცი მეორე. კაი, ბიჭო. აჩი რაღაცას აფუჭებ მაგ გონი. არ ვაფუჭებ, არა, მოდი კობა. ეს როგორ დაგიდგა? აჰა. აბა გავაგრძელოთ ჩვენ. გავაგრძელოთ, შევწვით ხორცი. ხო, მივეცი პირველი. ამას მაჭერ სუნიცკის ხონაერი აქვს რო ამზადებ რა. ხო რა. ცოტა ადრე უნდა მოგოიბო აქ რამე ხوار გამოჩა. ერიკო, აქ რამე ხوار კონცას გამოჩა. უაწუხებს რომ სუქს ვერ შოულობს. არ მე რომელ სუპერმარკეტშიც დავდივარ, იქ დღე გამოშვებითაც არა. ყოველ 3 დღეში ერთხელ აქვს ხოლოდ და. მართლა? იქ ხوار დავიძინებ სუკის მოლოდინში. მერიკო საქონლის ხორცი, ბროკოლი, ქამასოკო, სტაფილო, რამე ხომ არ გამორჩა? ალბათ გამოგრჩა წამომყევი და აუ, სადაც ახვალ და ყველგან წამოყვა. კუნჯუტის ზეთი. კუნჯუტის ზეთი. კუნჯუტის ზეთი არის ძალიან ეს კუნჯუტის ზეთი არის ინტენსიური და ამიტომ ცოტა გემოსთვის ცოტა სუზა. ეს აქ რას დაგვრჩა მიმწვარი და ცუდი არ გეგონოთ, პირიქით ძალიან კარგია გემოსთვის. მაგრამ ტაფა აუცილებლად უნდა იყოს ამისთვის მზად. არა ის რომელსაც ხშირად ხვდებით სხვადასხვა ოჯახებში. ორკინა არ უნდა აყვეს. ხო, კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ძალიან მამნე არის ჯანმრთელობისთვის ეს ძველი ტაფები, რომელიც გამოყოფს ნაირებებს, ამიტომ არ დაგენანოთ ახალი ტაფის შეძენაში ფულის დახარჯვა. ახალი ტაფის შეძენაში ფულის დახარჯვა ეს ერთი და მე ყოველთვის ეცადეთ, რომ ერთჯერადად ინვესტიცია იყოს დიდი და ის გამოგადგებათ და გაგიძლებთ წლების მანძილზე და რაღაცეები რაც არის იაფი და ხელძირიანი ჯერ საჭმელიც არ მზადდება. თუნდაც გამოცვალეთ ხოლმე ის სამოთხეში. ეხლა ყველაფერი არის უკვე განვადები და შეგვიძლია ანუ ერთიანად ძნელია ხოლმე რაც არ უნდა იყოს დიასახლისისთვის ძალიან ძნელია უცბად გადაიხადოს ტაფაში ის თანხა რაც კარგი ტაფა ღირსა. ეხლა არის ამ საშუალება ბაიკო უნდა გამოგწიო მენანები. არ მინდა არა. მაშინ მიწევ. ბროკოლი დავყარე ტაფაზე, სტაფილო. ამ კერძს რა ვაკეთებ? ფერებსაც უყუროთ ხოლმე ბოსნეულს რო ვიყიდით, რა ფერის ბოსნეულს ვიყიდით, იმიტომ რომ ლამაზი გამოდის და ეს ესთეტიური მხარე. ლამაზის გარდა მადის აღუძვრელია. მნიშვნელოვანია. კი. ბულგარული გვაქვს და გამოვიყენოთ, რატომაც არა. ვერასოდეს ვერ დავიჯერებდი რომ ეს დიეტა არის. და
კარგი, ბაი, რასაბოთ, ეს არის სუპერ დიეტა, ეს არის ყველაზე მაგარი დიეტა. ჩემო მეგობრებო, დიეტაზე ხარ თუ მიყურებ და ორგანიზმს ყველაფერს აწვდი, თან რო გემრიელია და თან რო ძალიან ეფექტურია. აგეხმარო მე რეკომენდაცია. მიდი თუ გინდა რამე დაჭერს. მიდი კიკნა მოკიკნე. რა უკიკნა, კაია. მომენტ პატარა ჩაიდობი. ისეთი დიეტა, ბაიკო, ისეთი ისე არ ჩაიდება სანო. ამ დოსტელსაც ძალიან უჩავ არის ხოლმე რომ ბროკოლის მე ვარ ამ დიეტაზე, მე მივხვდი. თუ გინდათ მოწალეთ და მე და როგორც გინდათ მე ესეც ძალიან მომწონს მოუწალავი, ცოტა ხრამუნა რო რჩება პირში და არ არის განადგურებული ყველა მინერალი და ვიტამინი რაც ამ ბოსტნეულშია. მერიკო. ამიტომ ძალიან ჩავხუთხავ. ხო, ეს ყველამ ვიცით რომ ეს არ უნდა ჩაიხარშოს და არ უნდა ჩაიქანქროს. რაღაცას კითხავ, იცი? მოდი მარინადი გაიმეორე, იმიტომ რომ სუკი ხო ხედავ გვანცაც კი და მეც და რაღაცა რო გზომებია. მარინადი არის 1000-ნაირი. გამარჯვებული. ხო, რომელი არ ბილებს ხო? ხო, ყველაზე ადვილი. ყველაზე ადვილი და გემოსაც რო ძალიან კარგს აძლევს არის სოიოს соуსით მარინადი. ცოტა ზეითუნის ზეთი, სოიოს соуსი, მარილი აღარ გინდა რადგან სოიოს соуსი და პილპილი. ცოტა ხანი მარინადი დიდი ხანი არ უნდა გქონდეს, იმიტომ რომ მე ხორცი აუცილებლად აიჟებს სამშაბათს გემოს. ერთი ღამე გავაჩეროთ და მეორე დღეს შევწვათ. კიდე ერთხელ იტყვი რომ ბარემ ქნა? სოიოს ზეთი, ზეითუნის ზეთი, სოიოს соуსი, არა ზეთი, აჩი. соус რომელს აი სკელი რო სოიოს არის? соуსი, ბაიკო, რა დაგემართა? სოიოს соуსი. ხო, ზეთი თქო, соуსი, ხო. სოიოს соуსი მემრე? შენ ხელ წერას ვენაცვალე. მე იმიტომ არ წერს. ზეითუნის ზეთი. ზეითუნის ზეთი. მარილი არ უნდა არ დაწერო. ზეითუნის ზეთი მემრე? მემრე რა? სავალალა მარილი აღარ გინდა, იმიტომ რომ სოიოს соуსი უკვე მარილიანია, შავი პილპილი და მორჩა. შავპილპილი. ერთი ღამე დატოვა. სოიოს соуსი ყველას გვაქვს ოჯახში, იმიტომ რომ ძალიან ისეთი არის. პილპილარ. იფშო? სულ ეს არის? კალიგრაფიაში რა ყავდა ნიშანი? იცი რა, დაფაზე არ მიწერია ჩაკუზული თან და მოდი აბა ცადე. და მე მე დაგიწერ მის. ნაცადი აქვს და ლამაზად წერს, იმიტომ ლაპარაკობს ამდენს. შეგვიძლია აი აქ ისპანახი ხო დამჭა, ამდენი ისპანახი არ მჭირდებოდა ომლეტისთვის და ისპანახი შეგვიძლია დავამატოთ. მწვანე ხახვი, აი ესევე დაჭრილი. და პირდაპირ არ ვიცი. ამ დიეტას რა ჯობია? ამ დიეტაზე ქეიფს რა ჯობია? და კობას ღვინოზე. არაფერი არ ჯობია ამ დიეტაზე ქეიფს. მიდი და ნუ დაიჯერებ ახლა. რო ეს დიეტა არის. მოკეთ, ბევრი ბოსტნეული გვაქვს აქ და ყველაფერი, აქ რაც მაქვს ახლა ყველაფერი შეგვიძლია ამ კერს უქნათ, თუმცა არ გვინდა, მე მგონი დროც არ აგვაქვს ბევრი და დავასრულოთ მაგრამ. შემდეგ ვაერთებთ ხორცს და ბოსტნეულს. აი ესე. და შემდეგ ბლოგში ბრუდებით გავხრები. ყობა ეხლა ხვდები შენ რა დღეში ხარ ზემოთ არ უყურებ ამ ყველაფერს. ჩილი соуსი ყველგან იყიდება სუპერმარკეტებში. კაი. соуსია. ბოლო აჯიკა გახსენი ზეთში და მოაჩი. სოიო. დაწერე აჩქარტე. მოდი მე გავაგზავნე წინდა. გეხოჭები რა. შენ და უყურე. ზემოთ რა დავწერო და დავსმასე. ეს არის. სოიო არ დამწერიო. ბულგარული. მწვანე ხახვი. ნებისმიერი ბოსტნეული. ცოტა შავი პილპილი. ნიორი დამავიწყდა, ეხა უზავ ნიორს. ერთი კვილა ნიორი და ერთი კვილი ძალიან უხდება. ნიორი ყველაფერს უხდება მგონი, ესე მგონია. თან გააჩნია როდის გაუკეთებ ამ ნიორს სადილის ბოლოს თუ სადღაც შუაში. ძალიან მნიშვნელოვანი რამ ვთქვი მე სხვათა შორის. იმიტომ რომ ჩაკანკულს სხვა გემაქვს ბატონო. რა დამავიწყდა? ასე. შეგვიძლია ჩილი, მაგრამ არ გვინდა თუ არ გინდათ. ჩილი ხო უქენი? არა. მწვანე წიწაკი. არა. და ბოლოს რადგან კუნჯუტის ზეთი უქენით ამ კერს, ცოტა კუნჯუტის ზეთის გემოზე წაიყვანს და მარცვლებით შეგვიძლია გადავაყაროთ ეს უკვე ყველაფერი ხო ჩვენზეა დამოკიდებული, გვინდა გავაკეთოთ, გვინდა ნუ გავაკეთებ კუნჯუტის ზეთს. რატო შემხედე? რატო შეგხედა ჩვენს უფროს კიდე ერთხელ დაურეკე და ბაიას 8 ჯერო ამ დიეტით 18 კილო დავიკელია.
აი მე დავსვით ამ დიეტაზე და მე აქ რა ჩემი კალთაში ჩაგისვა გაიყო და ურწმუნო ადამიანი რომელიც ფანტასტიკურია, ირწმუნებს მეც მაქვს გაკეთებული და და მართლა საოცარი შედეგი აქვს, უბრალოდ კიდევ ვიმეორებ, პირველ კვირას გირჩევთ რომ იყოთ მკაცრ დიეტაზე, ამაზე? კაცრად, აი ამ ტიპის საჭმელზე, არავითარი ლობიო და რაღაცა სხვა პაკეტები. და მე უკვე იგრძნობთ იმხელა ეფექტს, რომ სტიმულიც გექნებათ გააგრძელოთ და მეტი შედეგი ნახოთ. დამსვით ამ დიეტაზე ძალიან გთხოვთ. შემსვით ამ დიეტაზე. გასინჯავთ? აუცილებლად. პირველ რიგში ბაიკოს მივცეთ. სკეპტიკოს ბაიკოს, აჰა. სკეპტიკუნა ბაიკუნა, აბა მიდი. მოდი. ვაი მე რა სიამოვნები დავჯდები ამ დიეტაზე მეგობრებო? ხოლმე ხო ხვდები ხა მარტო დიეტაც არ არის. აბა რა არის? დამატე. კიდე რამეა? ასეთივე კარგი თუ აქ კი ბატონო? ყობას ღვინო, ცოტა. ყობას ღვინო კი. მოდი ბაიკო. აღარ დამრჩაოდა. აბა ბაიკო, გასინჯავთ? მაგ მე ჩემი ჩანგალი. გავქშანე ხო? დავჯექი დიეტაზე მეგობრებო დღეიდან. ამას წინა. ამას წინათ მოვიმატეთ ცოტა. თუმცა იმხელა არა ვარ ამხელად ჩანვარ ეკრანზე, მაგრამ მაინც. არ არის კარგი. დავიღო. სიამოვნებით, სიხარულით, გემოთისავსეთ ჩამოვიგდა 1 კილო. ეს ერთი. ესეთი გემრიელი ხალხო რა ვქნა არ მჯერა დიეტაზე ასე გემრიელად თუ მიირთმევ ასე ნოყივრად და ამაშია საქმე, ამაშია ის საოცრება, რასაც ცილის დიეტა ქვია. სადაც არის ყველაფერი. ჯამრთელი, უცბად გაკეთებული. წიწაკაც არის, მარილიც არის. სოიოც არის, უმამიც არის. ქუნჯუტი. ყველაფერი არის. და არის უგემრიელი. მერიკო აზიურია ეს. ხო, ეს არის აზიური კი. ეს მეთოდი ზოგადად აზიურია, ეს მაღალ ცეცხლზე ეძნო ხორცი, ეს რეკლამის დროა და დავბრუნდები ძალიან მალე. რამის ეგვთქვი და მოდი ძალიან მალე დავბრუნდები.